გამარჯობა ძმა. პატარა სასტუმროები გაიხსნება ის იქნება მოძრაობა მოხდება და ამიტომ უკვე თავისთავად რა მაგარია რა ეს ხოლმე სახლის ესე აქ რა ის როგორ გაცოცხლება გახდება დავდივი ტურისტული ცენტრი ხალხი ჩამოუცვალებ ყველა გორში რაღაცა ხონდა ნახო განასტალინის მუზეუმისა ბაბოჩე მიშა სააკაშვილი ცხოვრობდა სადაც ამუბაში ასევე ჩემთვისაც ისტორია მაგრამ მე ჩემს ამს უკან არ მოვიდა მაგრამ რეალურად იტაკ მართლა ისაა რა რომ აქ ისტორიული ცენტრია გორის ამიტომ აქ კაფეები, რესტორნები, ყველაფერი და ეს არის გასაქმება ადამიანებს. ეს არის კი არა რომ რაღაც ყოველ კონკრეტულ ადამიანს გაუჩნდეს სამუშაო. მით უმეტეს ავტომატურად გორი ძალიან მოძრაობა იზრდება, ყველაფერი კეთდება და ამიტომ აქაც რო იყოს რაღაცა უკვე ეს ეფექტს გვაძლევს ძალიან სერიოზულად. მე ესეთი ჭკვიანური გადაწყვეტილება ზევით საცხოვრებელი და თქვევით სულ ტურის კომერციული მაღაზიები, კაფეები, აქ ძალიან ბევრი გაჭირებული ადამიანი ცხოვრობდა რა. სულ გაჭირებული ცხოვრობდა. შეიძლება წარმოიდგინოს ეს სოციალური პროგრამაა. ჩვენ კარგად ვიცით როგორ უჭერს ამ ხალხს, ხო? და ამ ხო და ესე ყველაზე გაჭირებულ უბაში შემოვედი, იმიტომ გვესმის რომ ყველაფერი ეს სატრაბახოთ ხوار გვინდა. პირველ რიგში ამ ადამიანებს გაუმჯობესოთ სიცოცხლის ცხოვრება, ამისთვის კეთდება, ხო? Anda, kamu, რა ქვია შენ? გიორგი. გა, რა კაცი ხარ, რა გვარი ხარ? მარიამიც. მაგარი ხალხი ხარ. გაბოდები გამარჯობა. როგორ ახალ გამოსულა და ეს